პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დოკუმენტის შესახებ მოხსენება გააკეთა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ისაუბრა. ეს არის ყველა სამინისტროს, უწყებისა თუ სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევისა და კონსოლიდირებული საქმიანობის წარმატებული შედეგი. მოგეხსენებათ, მოლაპარაკებები გაიხსნა 2010 წლის 15 ივლისს, ხოლო შეთანხმების პარაფირება განხორციელდა 2013 წლის 29 ნოემბერს. ასოცირების შეთანხმება მთელ საქართველოს მოიცავს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განკუთვნილია თითეული ჩვენი მოქალაქისათვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, რომლებიც სრულიად არიან ამ პროცესის თანაზიარი და ზუსტად იგივე შესაძლებლობები ეძლევათ ისარგებლონ ყველა სიკეთით, იქნება ეს ევროკავშირთან ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ სხვა. მოლაპარაკებების პროცესში ქართულმა მხარემ მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას ევროკავშირთან სატარიფო ლიბერალიზაციის კუთხით. ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი გათავისუფლდება საბაჟო ტარიფისგან ევროკავშირის ბაზარზე იმპორტისას. შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების შედეგად საქართველოში შეიქმნება ევროპული დონის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის სისტემები, რაც ხელს შეუწყობს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქციის მიწოდებას. მინისტრების სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაინტერესდნენ, როგორ აპირებს ხელისუფლება ვალდებულებების შესრულებას, ხოლო უმცირესობამ პოლიტიკურ დაკავებებზე გააკეთა აქცენტი. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები ქვეყანას ევროპისგან აშორებს. ზურაბ ჯაფარიძემ თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ მუშაობდა ასოცირების ხელშეკრულებაზე. დღევანდელი გამოსვლა მე მინდა დავიწყო ბუნებრივია პირველ რიგში და უმთავრესად მადლობით იმ ღვაწლის და მნიშვნელობის გახსენებით, რომელიც ძალიან ბევრმა ადამიანმა გასწია იმაში, რომ ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვედით და დღევანდელი დღე დაგვიდგა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას და მის ხელისუფლებას ეკუთვნის ალბათ განსაკუთრებული მადლობა. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და მის ხელისუფლებას საქართველოს ევროპული არჩევანის ოფიციალურად განცხადებისთვის. ღია და ცალსახა საგარეო პოლიტიკისთვის, რომელმაც დღევანდელ დღეს ჩაუყარა საფუძველი. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას დაუღალავი შრომისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის კიდევ უფრო გამტკიცების, თვისობრივად უფრო მაღალ ხარისხში აყვანის და დღევანდელი დღის მომზადებისთვის. მაგრამ ეს დღე არ ეკუთვნის არც პრეზიდენტ გამსახურდიას, არც პრეზიდენტ შევარდნაძეს, არც პრეზიდენტ სააკაშვილს. ეს დღე ქართულ ხალხს ეკუთვნის. გამბედაობა და სითამამე ჭირდება დღევანდელ ხელისუფლებას. შეუვალობა, სიფრთხილე, საქართველოს ევროპული იდეალების და ღირებულებების ცხოვრების წესად ქცევისთვის. ეს არის მთავარი გამოწვევა და არა ის, როგორ კანონს მივიღებთ ან რას ჩავწერთ იმ კანონებში. ყველას თანასწორობის უზრუნველსაყოფად გვჭირდება გამბედაობა და არა იმისთვის, რომ კანონით და პოლიციით დავამკვიდროთ ეს თანასწორობა. ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ თანასწორობა. მადლობა ერთია, მაგრამ მილოცვები კი ნამდვილად ნაადრევია. დღეს ახალი ეტაპი იწყება საქართველოს ევროინტეგრაციაში, ეს არის ფაქტი. მაგრამ ეს ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ვარდების რევოლუციის ლიდერები ციხეში არიან. დაჭერებით ემუქრებიან მიხეილ სააკაშვილს, მისი ოჯახის წევრებს, მისი გუნდის წევრებს. ქუჩებში და სადარბაზოებში ხვდებიან, ფიზიკურად უსწორდებიან და იარაღსაც კი ესვრიან ოპოზიციის ლიდერებს და მხარდამჭერებს. უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ემუქრება ხელისუფლება რუსთავი ორს და ნებისმიერ ფასად მის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ისაც დღეს საქართველოში ხდება, არ ხდება ევროპაში. ეს არ ესმის ბიზინა ივანიშვილს და მის ხვალქვეითებს. ისინი არ აღიარებენ ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს. პარლამენტში არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილს და თავად მათი გუნდის წევრ პრეზიდენტსაც კი. და ჩემი დრო სხვა რამეს დაუთმო, აქ ბევრი მადლობები მოვისმინეთ, თავრობის წევრები უხდიან მადლობას პარლამენტის წევრებს, პარლამენტის წევრები უხდიან მადლობას თავრობის წევრებს გარკვეული წვლილისთვის. მე მინდა
ცხადია დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც გასულ წლებში საჯარო სექტორში მონაწილეობას იღებდა ამა თუ იმ ფორმით, იმ რეფორმებში, იმ წარმატებებში, რომლებიც საქართველოს მიიყვანა ასოცირების ხელშეკრულებამდე, თუმცა მე მინდა ცალკე დრო დაუთმო და მგონია რომ მნიშვნელოვანია რომ საქართველოს პარლამენტიდან მადლობა გადაუხადოთ იმ ადამიანებს, იმ ბიურს, რომლებიც უშუალოდ მუშაობდა ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელმაც შეათანხმა ამ ხელშეკრულების თითქმის 99% მანამ სანამ ხელისუფლება შეიცვალა.